სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. იოანეს სახარების ეპიზოდი განრღვეულის შესახებ. პირველი ყოვლისა შინაარსი ამ ეპიზოდისა მდგომარეობს იმაში, რომ ძირითადად უზდურებით, განსასწრებით ადამიანი იშება ჩადენილი ცოდვების გამო. სწორედ ამიტომ არის, რომ როდესაც მაცხოვარი ტაძარში შეხვდება უკვე განკურნებულ ყოფილ ნდამბლა დაცემულ ადამიანს, ეუბნება წადი და ნუღარას სოდავ, რაითა უძვირესი არა შეგექმნეს შენ. ანუ აქედან ცხადი ხდება, რომ სნეულება ამ პიროვნებას შეემთხვია ჩადენილი ცოდვების გამო. და შემდეგ პირველი გასაუბრება მათი მაცხოვრისა და უზდურებასა შინამყოფი ადამიანისა. რა გნებავ შენ, რომ გიყო შენ, ეუბნება მაცხოვარი დამბლა დაცემულს. და შემდეგ იღებს პასუხს, რომ არავინ გამოჩნდა კაცი, რომელიც შთამს ამაგდებდა, ანუ ჩამაგდებდა წყალში, რათა განკურნებულიყავი, რადგანაც ჩემზე ადრე სხვები ჩადიოდნენ და ისინი იკურნებოდნენ. ანუ იყო წესი ასეთი, რომ ვინც პირველი ჩავიდოდა წყალში, როდესაც ანგელოზი უფლისა გარდა მოვიდოდა და აღამყურებდა წყალს, იგი იმკურნებოდა. და 38 წელი ელოდა ეს ადამიანი განკურნებას. და შემდეგ მიიღო კიდევაც კურნება. ანუ იგი ელოდებოდა, თხოვლობდა ღვთისაგან კურნებას და მიიღო კიდევაც საბოლოო ჯამში ეს კურნება. ეს ეპიზოდი კიდევ ერთხელ ჩვენ გვასწავლის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვას, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საუბარს ღმერთთან. ლოცვის სარგებლის შესახებ საუბრობს წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. არაფერი ჭეშმარიტად, არაფერია ლოცვაზე ძლიერი და ვერც ვერაფერი გაუტოლდება მას. ისი არა ბრწყინავს ძოწეულით მოსილი მეფე, როგორც ღმერთთან საუბრით დამშვენებული მლოცველი. ის, ვინც მხედრობის, მხედართმთავართა, დიდებულთა და ქალაქის მმართველთა თანდასწრებით მიუახლოვდება მეფეს და პირისპირ გაუბამ საუბარს, ყველას ყურადღებას იპყრობს და პატივისცემას იმსახურებს. სწორედ ასეა მლოცველიც. წარმოიდგინე, რაოდენ დიდებული რამ არის ანგელოზთა, სერაფიმთა, კერუბიმთა და ყველა სხვა ძალთა თანდასწრებით უბრალო კაცი უდიდესი კადნიერებით მიახლოს და გაესაუბროს ამ ძალთა მეფეს. რომელი პატივი შეედრება ამას და არა მარტო პატივი, უდიდესი სარგებელი შეიძლება შეგძინოს ლოცვა, მანამდე ვიდრე მივიღებთ, რასაც შევთხოვთ. კაცი, როგორც კი აღაპყრობს ეწისაკენ ხელებს და მოუხმობს ღმერთს, ისვე ივიწყებს ყოველგვარ ადამიანურს და ფიქრებს მიმართავს სამომავლო ცხოვრებისაკენ. წარმოიდგენს ზეციურ სიკეთეებს და თუ კი გულისხმობით ლოცულობს, სააქაო ცხოვრებასთან ყოველგვარ კავშირს წყვეტს. თუ გულისყრომით აღინთება, ადვილადაც დამშვიდება. თუ გულის თქმა გაუმძაფრდება, მალევე ჩაუყრება. თუ შური დაუწყებს ღრღნას, იოლად განაგდებს მას. აღესრულება ის, რაც წინასწარმეტყველი სიტყვებით მზის ამოსვლისას ხდება. აი რას გვეუბნება იგი. დაასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მაშინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი, ლეკვნი ლომთანი მყვირალნი დაცებად და თხოვა და ღმრთისაგან საზრდელსა მათსა, აღმობრწყინდა მზე და შეკრობეს და სადგურთავე თვის და დაადგრიან.
ზის სხივები გამოხდება თუ არა ყველა ნადირი გარბის და თავის სოროში იმალება. ზუსტად ასე ხდება, როდესაც ლოცვა ერთგვარი სხივი მოსყდება ჩვენს ბაგეს და ენას. მაშინ გონება გვინათდება, ხოლო ყველა უგუნური ხელსური ვნება ფრთხება გარბის და იმალება თავის თავშესაფარში. ოღონდ საამისოდ ბეჭითად, შინაგანი დაძაბვითა და ფხიზელი გონებით უნდა ვილოცოთ. ამ დროს ჩვენს გვერდით მყოფი ეშმაკიც კი გარბის, ავსულის განგვეშორება. როდესაც ბატონი ესაუბრება მონას, ამ უკანასკნელთან მისვლას და მის შეწუხებას ვერავინ გაბედავს. ვერც სხვა მონები და ვერც ისინი, ვისაც ამგვარი კადნიერება აქვთ. კიდევ გავიმეორებ ესეთი ხატოვანი შედარება წმინდა ივანე ოქროპირისა. ნახეთ როგორ ამბობს. როდესაც ბატონი ესაუბრება მონას, ამ უკანასკნელთან მისვლას და მის შეწუხებას ვერავინ გაბედავს. ვერც სხვა მონები და ვერც ისინი, ვისაც ამგვარი კადნიერება აქვთ. ხოლო ავსულები, რომელთაც ღმერთი შეურაცხეს და არ გააჩნიათ მის წინაშე კადნიერება, მით უფრო ვერ შეძლებენ ჩვენს ღმერთთან ჯეროვანი გულმოდგინებითი მოსაუბრეთა შეწუხებას. ლოცვა არის ნავსაყუდელი ღელვაში მოხვედრილთათვის, ღუზა ზვირცემის დროს, უძლურთა ლერწამი, ღატაკთა საუნჯე, მდიდართა სიმტკიცეს, ნეულებათა შემოსრველი, სიმრთელის გუშაგი. ლოცვა საიმედოდ იცავს ჩვენში არსებულ სიკეთეს და მსრაფ განაგდებს სიავის. თუ განსასწრელი შეგვემთხვევა, იოლად უკუაქცევს მას. თუ დავკარგავთ ქონებას ან სხვა რაიმე სხვას, ლოცვა სულის ამწუხარებას მსრაფ განგვიქვარებს. იგი გვიქვარწყლებს ყოველგვარ დარდს, გვცემს დიდ სულოვნებას, განგვაცდევინებს მუდმივ მადლიერებას, არის დედა სიბრძნისა, ვისაც ბეჭითად ლოცვა ხელეწიფება, თუნდაც სრულიად უპოვარი იყოს, მაინც ყველაზე მდიდარია და პირიქით, ვინც არ იწვრთნება ლოცვაში, ის თუნდაც თავად ტახტზე მორჭმული უღარიბეს და გინა აკაბი უღარიბესია. განა აკაბი მეფე არ იყო და უთვალა ოქრო ვერ სარფლობდა, უთვალავ სიკეთეთა შემქმნელო ხმო, მას მუდამ თვალწინ გვედგას ეს ადამიანი. ღატაკი და ამასთან მდიდარი, რადგან სიღატაკე იყო მისი სიმდიდრე. მოვიძულოთ აწმყო და ვინატროთ მომავალი, რადგან ასე მივიღებთ სააქაო და საიქიო ყველა სიკეთეს. და ღირსნი გავხდეთ მათი მადლით და გასწმოყარებით, ღვთისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და სულისა წმინდისა თანაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. და კვლავ მამები ამბობენ, რომ ვინც ვერ პოულობს დროს ლოცვისათვის, მას არ სურს ლოცვა. და ვისაც არ სურს ლოცვა, მას არ სურს ღმერთთან საუბარი, ანუ ღმერთთან ყოფნა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვერ პოვა შესაბამისი განწყობა ლოცვისათვის, შინაგანი აღმაფრენა. წმინდა წერილი კი ამბობს, რომ ცათა სასუფეველი იიძულების და იიძულებს მას, ვინც ეძიებს და მიიტაცებს მას. ვინც ცდილობს, რომ იძულებით მაინც მოიპოვოს ცათა სასუფეველი. ანუ შეიძლება ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებდე ამ განწყობას და შინაგან აღმოფხრენას, მაგრამ ვერ მიიღო ეს და ამიტომ დარჩე ღმერთის გარეშე, ლოცვის გარეშე, ცათა სასუფეველის გარეშე. ამიტომ ყურადღებით ვიყოთ ლოცვასთან დამოკიდებულებაში, რომ კიდევ ერთი მამათა შეგონება მინდა გითხრათ, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს, შეიძლება მას არ ესმოდეს, რას ლოცულობს იმ მომენტში. თუმცა ესეც არ არის ბუნებრივია კარგი, მაგრამ ეშმაკი ისმენს ამ ლოცვას და გარბის. ამდენად შეეცადეთ, ილოცოთ მოუკლებლად, ილოცოთ განუწყვეტლივ. არის სხვადასხვა მცირე ლოცვები, რომელიც გონებაში მუდმივად შეიძლება რომ წარმოთქვას ადამიანმა და ასე დააღწიოს თავი დიდ განსაცდელებს. ზოგიერთი ფიქრობს, აი მე ვლოცულობ და რაღაც განსაცდელები მაინც მოხდება.
მე მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ჩვენ უკმაყოფილო ვართ რაღაც კონკრეტული შემთხვევების გამო და წუწუნებთ, რომ აი ლოცულობდი და ვერ მივიღე შესაბამისი, ღმერთმა კიდევ უფრო მეტი დიდი განსაცდელისაგან დაგვხსნა იმ დროს. ჩვენ უბრალოდ უფრო და უფრო მეტი გვინდა ამ ქვეყნიური და მეწიერი. ამიტომ ყველაფრისთვის ღმერთს მადლობა აღვვრინოთ. ყველაფრისთვის რაც ჩვენ გვაქვს და რასაც ჩვენ ღმერთი გვაძლევს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვეთქვით.